ნიშნავთ, რომ როდესაც ტრამპი შეხვდა პუტინს, იმის შემდეგ ტრამპის მხრიდან რიტორიკა და საუბარი იყო მეტნაკლებად უკრაინისთვის დამაზიანებელი და არა მხოლოდ უკრაინისათვის, არამედ საერთაშორისო წესრიგისათვის, სადაც საუბარი დაიწყო ტერიტორიებზე და ტერიტორიების გაცვლაზე. როცა გაცვლაზე იყო საუბარი არა რუსეთსა და უკრაინის ტერიტორიებზე, არამედ უკრაინის ტერიტორიების შიგნით ვინ რას უნდა ფლობდეს, რაც რა თქმა უნდა ძალიან დამაზიანებელი, საშიში და საერთაშორისო წესრიგის პირდაპირ დამტყმის მიღებელი განცხადებები გახდათ. რაც შეეხება ამის შემდგომ უკვე რა თქმა უნდა გუშინდელმა შეხვედრებმა მთავარი ცვლილება მოიტანა ის რომ ხაზები კვლავ მეტნაკლებად დააბალანსა და გაანეიტრალა. ანუ რა შეიძლება შევაფასოთ ჩვენ რომ თითოეული შეხვედრა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იყო გათვლილი ვინ უკეთ მოახდენდა ტრამპის გონებაზე ზემოქმედებას ტრამპთან ურთიერთობისას უკეთეს პოზიციას ვინ წარადგენდა რაც ნიშნავს იმას რომ პრაქტიკულად ტრამპს აქვს არათანმიმდევრული ხაზი და ამ ხაზის ცვლილება გარკვეულწილად შეიძლება პერსონალური პოლიტიკური პრეფერენციებით და ხედვებით ეს ერთი და მეორე რა თქმა უნდა ვინ უკეთ წარადგენს საკუთარ პოზიციას და როგორ დაარწმუნებს მას ასე თქვათ შემდგომი გადაწყვეტილების მიღებაში. რაც მეორე რაღაცას მიანიშნებს იმას რომ ეს ომი მართლაც არ გახლავთ მხოლოდ რაღაცა უკრაინის საკითხი და მოდი ამით დამთავრდეს ყველაფერი. ეს არის რა თქმა უნდა ევროპის უსაფრთხოების საკითხი ეს ერთი და სწორედ აქედან გამომდინარე უნდა აღვნიშნოთ ისიც რომ ამერიკული ჰეგემონია ზოგადად ნებისმიერი სახელმწიფოს ჰეგემონია რომელიც ისტორიაში არ უნდა არსებულიყო მარტო ერთ სახელმწიფოზე კი არ დგას და ის კი არ არის მარტო ყველაფრის გამკეთებელი და ყველა ძალის შემქმნელი არამედ ის დგას მოკავშირეებზე და სწორედ ეს მოკავშირეების მხრიდან წარმოდგენა და შეხვედრა უშინდეთ ესე თქვა თეთრ სახლში სწორედ ამას მიანიშნებდა რომ თუ კი აი ამერიკის შეერთებული შტატები ყველა ზურგს აქცევს ზურგს აქცევს უკრაინას ზურგს აქცევს ევროპელ ლიდერებს ხო ზურგს აქცევს მის ყველაზე ძველ მოკავშირე ბრიტანეთს მაშინ ამ შემთხვევაში შეიძლება ვიხილოთ ჩვენ უკვე ამერიკული ჰეგემონიის დასაწყისის დასასრული და სწორედ აი ეს ესმის ძალიან კარგად სწორედაც ევროპელ ლიდერებს რომლებიც ამას უსვამენ ხას და უშინდელი შედარება აი მერცის მხრიდან რომ დონეცკის ოლქის დათმობაზე საუბრისას ეს ყველაფერი წააგავს თითქოს ფლორიდის დათმობაზე იყო საუბარი ამერიკის შეერთებული შტატებისთვისო მიუნიშნებდა სწორედ აი ამ ფაქტზე რომ ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებსაც და სხვათა შორის საინტერესო იყო კიდევ ერთი დეტალი რომ იგივე პრეზიდენტის შტუბის განცხადება ფინეთის პრეზიდენტია და მას დაუბრუნდები რამდენიმე წამში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ის ტრამპთან უფრო შედარებით დაახლოებული ფიგურა დაახლოებით წარმოდგენილი შტუბმა გააკეთა კარგი განცხადება რაც ნიშნავს რომ მას ესმის ძალიან კარგად სამხედრო ვითარების და მისი განცხადება იყო ორნაირი პირველი მან თქვა რომ კრამატორსკის სლავიანსკისა და სხვა ძირითადი ფორტიფიცირებული ქალაქების დათმობა უდრის პრაქტიკულად უკრაინის უსაფრთხოების თლიან მორღვევას და ეს იმას მიანიშნებს რომ მათ არა მხოლოდ პოლიტიკურად უყურებენ ისინი ამ საკითხს არამედ ევროპელ ლიდერებზე მაქვს საუბარი არამედ უყურებენ სამხედრო კუთხითაც და მეორე რაღაც განცხადება რაც უკვე CNN-ის ეთერში გააკეთა მან ეხებოდა ის რომ რუსეთთან დადებულ შეთანხმებებს სამხედრო ძალების მხარდაჭერის გარეშე ფასი არ აქვსო და ეს რომ არ აქვს ფასი საქართველოში გამოჩნდა 2008 წელს ყველაზე კარგად ანუ ეს სწორედ იმის მანიშნებელია, რომ ევროპული უსაფრთხოება ამ საკითხებს უყურებს არა მარტო პოლიტიკური კუთხით, რომ აი მოდი ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ მე დაპყრობითი ომი შედგება, არამედ წმინდად სამხედრო კუთხით უყურებენ ისინი ამ საკითხს და ამბობენ, რომ თუ კი სამხედრო ძალებით არ იყო უზრუნველყოფილი უკრაინის უსაფრთხოება, შემდგომ შეიძლება ჩვენ მივიღოთ კონფლიქტის უბრალო განახლება და კაზუს ბელი, ანუ ეგრეთ წოდებული ომის მიზეზი რუსეთის მხრიდან სულ მარტივი არსებობს. აგერ რუსეთი ღიად ამბობს, რომ გარდა დონბასის, ანუ დონეცკისა და ლუგანსკისა, მისი არის ყირიმი, მისი არის ზაპორიჟია, მისი არის ხერსონი. შესაბამისად, დე ფაქტოდაც რომ გაიყინოს კონფლიქტი, ნებისმიერ დროს შეიძლება რუსეთს ცეცხლის განახლება და სწორედ აი ამის პრევენცირება უნდათ მათ, რაც სხვათა შორის მელონის მხრიდან გაკეთებული განცხადება ძალიან საინტერესო იყო, რომ ეს არ უნდა გახდეთ დროებითი მოვლენა, რადგანაც დროებითი მოვლენის გამოყენება, თუ კი რუსეთს ეცონება რომ ეს ყველაფერი დროებითია, პირველ რიგში რუსეთს მისცემს ხელს. და სხვათა შორის შემაჯამებლად რაც მინდა ვთქვა იყო უკრაინის პოზიციების წარდგენა და უკრაინის პოზიციები იყო ძალიან მარტივი. რომ მათ სურთ არა მხოლოდ რაღაცა ზედაპირული გარანტიები, ან გარანტიები ფურცელზე, როგორც ბუდაპეშტის მემორანდუმი გახლავთ, რომლის შედეგადაც უკრაინას ატომური ბომბი დათმო ტერიტორიების აღიარების სანაცვლოდ რუსეთი იყო ამის ხელმომწერი, არა ეგეთი შეთანხმება, არამედ მისი მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები გადის
პერმანენტულ და განგრძობით მილიტარიზაციაზე, ანუ სწორედ იმაზე, რაც ყველაზე მეტად აშინებს რუსეთს და რატომ აშინებს? თავად პუტინმა თქვა, რომ მისი მთავარი მიზანი იყო უკრაინის დემილიტარიზაცია, ანუ როგორც სახელმწიფოს, ანუ წინააღმდეგობის გამწევი ძალის განადგურება და თუ ეს პროცესი გაგრძელდა, ხო, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიხილავთ, რომ სწორედაც ერთგვარი იქნება კაშხალი დამბა რუსული აგრესიის შემაჩერებლად შემდგომი უკრაინა, რაც მთლიანობაში არ აწყობს რუსეთს. ამიტომაც ძალიან რთული იქნება აი ამ ევროპული პოზიციებისა და უკრაინული პოზიციების წარდგენის შემდეგ პუტინის რეალისტურად დათანხმება ამაზე, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ რეალურად რუსეთი ამ ომში ვერ იმარჯვებს აი ამ სცენარით, თუ უბრალოდ მივიღეთ ჩვენ უბრალოდ კონფლიქტის, ესე ვთქვათ, ცეცხლის შეწყვეტა არსებულ ხაზზე, სადაც რუსები ვერ იყავებენ, ესე ვთქვათ, ვერც მთლიან ლუგანსკსაც კი 99% უკავიათ, მაგრამ 1% არა. ეს უკვე იმის მანიშნებელი იქნება, რომ რუსეთი აღმოჩნდება ძალიან ძლიერი ფორტიფიცირებული უკრაინის პირისპირ შემდგომ პოტენციურ კონფლიქტებშიც, ისე რომ მას არ ექნება არანაირი ლეგალური და ლეგიტიმური უფლება იქ შემდგომი დარჩენის. რაც რა თქმა უნდა პუტინისთვის იქნება მიუღებელი, ანუ ამაზე ორი აზრი არ არსებობს და სწორედ ეს არის ალბათ გუშინდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, რომ თუ კი ჩვენ საუბარი გვაქვს მშვიდობაზე, ევროპელმა ლიდერებმა ძალიან მარტივი განცხადება გააკეთეს, რომ მშვიდობა უნდა დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტით და არა იმით, რომ ბომბავდე უკრაინას, კლავდე ხალხს და ამბობდე მე მინდა მშვიდობაო, თუ მშვიდობა გინდა, ჯერ წეწყვეტ ცეცხლს და შემდგომ ამყარებ მშვიდობას და საუბრობ მშვიდობაზე. ამაზე ტრამპს ჰქონდა არაერთგვაროვანი პასუხი, მერცმა როცა ისაუბრა ცეცხლის შეწყვეტაზე მაკრონმა ღიად და საჯაროდ. ზოგადად აი ეს თქვენ რაზეც საუბრობდით, ბატონ გიორგი, სამხედრო სიცხადის შემოტანა ტრამპის ადმინისტრაციისთვის შეიძლება ეს ნელად დასაჯარებელი იყოს, რომ ეს ასახსნელი შეიძლება იყოს, მაგრამ აი დავინახეთ ხო გუშინ რუკებით რაღაცა იყვნენ ადამიანები, ზელენსკი, ექსპლენერებით, მოდი ასე ვიტყვი, ეს დაშჭირდა, როგორც ჩანს, ეს ამის საჭიროება არის და ეს შეცვლის თუ არა, როგორ ფიქრობთ, რიტორიკას და დამოკიდებულებას ამერიკის შეერთებული შტატების და პერსონალურად ტრამპის, რომელსაც სხვათა შორის ვიტკოფსეც იყო საუბარი, რომ მან ნაკლებად იცის ეს რეგიონი და არ ვიცი, საინტერესოა თქვენი მოსაზრებაც ამასთან დაკავშირებით და შესაძლოა მაგალითად არ იცოდეს, ეს არის თუ არა ასე მართლაც შეიძლება იყოს ძნელი დასაჯარებელი, შესაძლოა ტრამპმა არ იცოდეს, რას ნიშნავს ამ რეგიონების დათმობა სრულიად უკრაინისთვის და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, სადაც არის ყველაზე მყარი სამხედრო გამაგრებები. ხო, მოდი დავიწყოთ იმით, რომ ტრამპი ამ კონფლიქტს უყურებს არა გეოპოლიტიკური, ან არა სამხედრო პრიზმიდან. როგორზეც უნდა უყურებდეს, არამედ სამწუხაროდ უყურებს ის უფრო მეტად ფინანსურ პოლიტიკური კუთხით. ამიტომაც არის, რომ ასეთი შეხსენებები გეოპოლიტიკური საკითხებიდან გამომდინარე და მათ შორის გეოგრაფიული ფაქტორიდან გამომდინარე საკვანძო მნიშვნელობის არის და ასეთი შეხსენებები არის არა მისი ადმინისტრაციის მხრიდან, რაც შეიძლება ესეთი შეხსენებები ყოფილიყო იგივე მარკო რუბიოს მხრიდან, არამედ პირველ რიგში მისი შეხსენება უნდა მომხდარიყო იმგვარი ძალების მხრიდან, რომელზეც დგას ამერიკის შეერთებული შტატები ევროპაში და ეს არის ალბათ საკვანძო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სხვათა შორის თავად ის, რომ აი ამ ევროპული შეხვედრების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიცია და პოსტი წარდგენისას ეკავა სწორედ ფინეთის პრეზიდენტს, რადგანაც ფინეთი არის 5.6 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყანა. ანუ ესეთი პატარა ქვეყანას ამხელა გავლენა აქვს რეალურად ევროპაში. მოიბოდიშა პრეზიდენტმა იქ რომ შეიძლება უკვირთ რომ ახლა აქ ვარო პატარა ქვეყნის წარმომადგენელი, მაგრამ საზღვარი შეახსენა ასევე ტრამპს. არა მარტო ეს აღნიშნოთ ჩვენ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ფინეთს ყავს არა ევროპაში მარტო, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა. ფინეთს ყავს არმია, რომელსაც გარდა არმიისა მას ყავს სარეზერვო ფონდი და სარეზერვო ძალები, რომელთა მობილიზაცია მას 10 დღეში შეუძლია და მილიონი კაცამდე შეუძლია გამოიყენოს. ანუ ფინეთი არის ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა და რას ნიშნავს იცით ეს? ანუ ეს ნიშნავს, რომ ფინეთის პოზიცია მოპოვებული იყო არა მხოლოდ ის, რომ ტრამპთან შტუბს კარგი ურთიერთობა აქვს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის კარგი დიპლომატია, არამედ იმიტომ, რომ ფინეთი ძალიან ანგარიშგასაწევი სახელმწიფოა წმინდად სამხედრო კუთხით. და ეს მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ ევროპელებისთვისაც დანარჩენი ევროპელებისთვისაც ეს ნათელი იყო. რომ თუ გინდა შენ გცემდნენ პატივს და იყო ანგარიშგასაწევი ძალა, უნდა გქონდეს წმინდა ძლიერი სამხედრო ძალები და რომ შევაჯამოთ ჩვენ ერთი აი დაუკავშიროთ ამ კითხვას, მნიშვნელოვან კითხვას. უნდა ვთქვათ, რომ ტრამპის ადმინისტრაციისათვის,
ტრამპის ადმინისტრაციაში ძალიან დიდ პატივს ცემენ სამხედრო ძალას. ანუ ჩვენ როცა ვაპარაკობთ ან გეოპოლიტიკური პრიზმა მეთქი, ფინანსური პრიზმა მეთქი, რა თქმა უნდა, ამის გარდა არსებობს სამხედრო პრიზმა. მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, ტრამპის ადმინისტრაციისათვის ნებისმიერი იმგვარი ლიდერის აზრი და ხედვა, რომლის გავლენაცა და ანგარიშ გაწევას და მისი, ასე ვთქვათ, გავლენების, ზეგავლენები ევროპულ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთ-ერთი მთავარია შეგვიძლია დავასკვნათ აი ამ გუშინდელი შეხვედრის შეჯამებისაბრით, ოღონდ უკვე რუსული პოზიციიდან არის ის, რომ რუსები ცდილობდნენ ტრამპთან მიმართებით манипуляციას. ხო, რუსეთს ძალიან მაღალ დონეზე გამოდის პოლიტიკური манипуляციების, ამაზეა დახვეწილი სწორედაც და ეს არ არის მხოლოდ ახლანდელი რუსული პოლიტიკური ხელწერა, არამედ საბჭოური ხელწერაც ასეთი იყო. გაყალბებულ არჩევნებზეც ესაუბრეს ტრამპს, ასევე შეახსენეს, რომ ომი არ დაიწყებოდა, რომ არა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ეს პერსონალური დამოკიდებულება, როგორც ჩანს, იციან, როგორ ძალიან მნიშვნელოვანია და ეს რომ იციან ევროპელებმა, ამიტომაც იყო მაკრონის კომენტარი კრიტიკული მნიშვნელობის, როდესაც მან თქვა, რომ ნებისმიერი პოტენციური შეხვედრა, თუ კი ასეთი შეხვედრა შედგებოდა ტრამპს, პუტინსა და ზელენსკის შორის, უნდა ყოფილიყვნენ ევროპელებიც ორი მიზეზის გამო. პირველი, ის რომ ევროპელებმა დაიცვან საკუთარი პოზიცია და მეორე, იმიტომ რომ არ მოხდეს манипуляციის გავლენის ქვეშ ტრამპი. ანუ აი ამ რეალობის და თანამედროვე მსოფლიო და გამოწვევები ასეთი არის ამგვარი ამ მიმართულებით. და სხვადასხვა ზელენსკისაც უნდა თქვა ის ფაქტი, რომ ზელენსკი როგორც არამარტო პოლიტიკოსი, ისიც გამოცდილი პოლიტიკოსი გახდა, არამედ დიპლომატიურადაც გაიზარდა ის, როდესაც აი მელანია ტრამპის სახელზე ესე თქვა წერილი მისცა, მისი მეუღლის მხრიდან გადასცადა ესე თქვა წერილი, იყო ძალიან ესე თქვა დიპლომატიური, მოზომილი, ეცვა კოსტიუმი, ანუ ეს ყველაფერი რაღაცა მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ მეტწილად ზელენსკიც გაიზარდა და მიხვდა როგორ უნდა და უერთოდ უშუალოდ ტრამპთან მიმართებით. რას მთლიანობაში რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი კარგი არ არის. ეს ყველაფერი კარგი არ არის იმ მარტივ მიზეზით, რომ დონალდ ტრამპის ფიგურა გარკვეულწილად ამერიკის აი ამ თანმიმდევრული პოლიტიკის ხაზს, რომელიც 10 წლეულები ქონდა აზიანებს და უკვე პერსონალურ პოლიტიკამდე დაყავს ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ მოცემულობა ამ ეტაპზე ასეთია და სანამ ევროპელები აქტიურ გადაიარაღებას ახორციელებენ და მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ბევრი ცინიზმის, რომელსაც ინტერნეტში კითხულობენ ტროლები, ბოტები, წერენ, რომ ევროპა არაფერს არ აკეთებს, ევროპაში დაიწყო გადაიარაღება, აქტიურად დაიწყო იარაღის წარმოება, წვია წამლის საარტილერიო ჭურვების წარმოება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, დრონებზე ესე თქვა მუშაობა, ეს ყველაფერი ჯერ მართლაც საწყის ეტაპზეა და დრო ევროპაზე აი ამ მხრივ მართლაც მუშაობს, რაც შეიძლება მომდევნო თვეებში უფრო კრიტიკული გახდეს უკრაინის უსაფრთხოებისათვის, თუ კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან იარაღის მიწოდება ან ძალიან გაძვირდა, რასაც ახლა ჩვენ უყურებთ სამწუხაროდ, ტრამპმა რაღაც ბიზნესურად შეხედა საკითხს და იარაღის ფასი მოუმატა, ან საერთოდაც შეიძლება ამ იარაღის მიწოდების ზოგიერთი ნაწილი უბრალოდ შეჩერდეს კიდეც. ძალიან დიდი მადლობა თქვენ საინტერესო ანალიზისთვის. მოკლედ ნახოთ ხო რა მოხდება, ალბათ უფრო მეტი ახლა ჩვენ მხოლოდ კონტურებს ხედავთ.